ახლო აღმოსავლეთში ომმა არ უნდა დაჩრდილოს უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ასეთია ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია და ამავე პოზიციით ის ამჯერად იტალიის პრემიერ-მინისტრის წინაშე წარსდგა. რომში გამართულ შეხვედრაზე ძირითადი დრო დაეთმო უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზრდას, კერძოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამ მხრივ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე შესაბამისი მითითებები ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფებს მიეცემათ. Росія навіть на Великдень продовжила. Სამწუხაროდ რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზეც განაგრძო штурმი ფრონტზე. ასევე გამუდმებით გრძელდება რუსული საჰაერო დარტყმები. ასობით შაჰედის ტიპის დრონი თითქმის ყოველდღიურად და რაკეტები. სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ საუბრობთ, უკრაინის საზზე კვლავ შაჰედებია და ქვეყანა კვლავ მასირებული იერიშების ქვეშაა. ამიტომ ჩვენთვის საკვანძო პრიორიტეტია საჰაერო დაცვის სისტემის გაუმჯობესება. განვიხილეთ ჩვენი საჭიროებები და ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივად წარმოების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ამ ომის გამო რუსეთზე გაგრძელდეს ზეწოლა, მათ შორის სანქციების გზით. ასევე საჭიროა ასეთი რუსეთის ნორმალიზებისთვის ხელშეშლა და უკრაინის საკმარისი მხარდაჭერა. ამას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისთვის. ჩვენ განვიხილეთ კიევისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული ფინანსური პაკეტის განბლოკვის აუცილებლობის საკითხი. ამ თემაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიღებული. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 28 თებერვალს დაწყებულმა საბრძოლო მოქმედებებმა კიევს მისცა შესაძლებლობა უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების მხრივ 4 წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა. ეს კი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეირანმა სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს შეუტია შაჰედის ტიპის დრონებით. სწორედ ამავე აღჭურვილობას ყიდულობს მოსკოვი ისლამური ქვეყნისგან და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს. იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გამოცდილება სარგებლის მომტანი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. Crediamo che sostenere l'Ucraina non sia solamente un dovere morale. Ვთვლით, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ მორალური ვალი, არამედ სტრატეგიული აუცილებლობა, რადგან საუბარი არ არის მხოლოდ კიევის ღირსებაზე, თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე, არამედ ევროპის უსაფრთხოებაზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს ასევე ნიშნავს, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა საჭიროებს ევროპის პირდაპირ ჩართულობას და იტალია, რა თქმა უნდა, მზად არის საკუთარი ძალისხმევა გასწიოს პრობლემის გადაჭრის გზების მოსაძებნად, რომლებიც დაიცავდნენ კიევის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდნენ ევროატლანტიკური ალიანსის სიმტკიცეს, რადგან დაყოფილი დასავლეთი და ევროპა ნამდვილი საჩუქარია მოსკოვისთვის. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე დაგროვებული არაჩვეულებრივი გამოცდილება არის მტკიცებულება იმისა, როგორ შეძლო კიევმა სულ რამდენიმე წელიწადში განევითარებინა თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც დამატებითი ღირებულებაა მისი მოკავშირეებისთვის, უპირველეს ყოვლისა ევროპული ქვეყნებისთვის. ჯორჯა მელონი ვოლოდიმირ ზელენსკის დაახპირდა, რომ იტალია დიდი მშვიდობის ქვეყნებთან და ევროკავშირთან ერთად განაგრძობს მოსკოვზე ეკონომიკურ წნეხს, თუმცა ამ დაპირების მიღმა მრავალი კითხვის ნიშანი არსებობს. იმის მიუხედავად, რომ უნგრეთის არჩევნების შემდეგ ევრობლოკში უკრაინისადმი ფინანსური დახმარების საკითხზე პრობლემა მოიხსნა, შემოფერხებელი შესაძლოა რობერტ ფიცოს სლოვაკეთი იყოს. ამას გარდა დიდი მშვიდობის წევრია ამერიკის შეერთებული შტატებიც. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები კი გაუარესებულია.